ვიწყებთ ცენტრალური თემით არა, ვიწყებთ ცენტრალური დრამით, ძვირფასო მეგობრებო. დიახ, მეგობრებო, დიდი დრამის მომსვლელი გავხდით. რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ ჩანიშნა ბრიფინგი და გვაცნობა, რომ მამუკა მდინარაძე ტოვებს სუსის უფროსის თანამდებობას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. აპრილში წავიდა მამუკა სუსიდან, არა სული წახდა, მოვა მაისიო. მაგრამ წუთი ყოფილა ბიზნეს პირობებში თანამდებობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთ წუთში ისევ გადაიქცა მოვა მაისის უბადლო შემსრულებლად. ძალიან უცნაური ამ ყველაფერში ის იყო, რომ იმავე დილით ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს გენერალ-მაიორის სპეციალური უმაღლესი წოდება მიანიჭა და წოდებიდან რამდენიმე საათში ბიძინამ გააგდებინა თანამდებობიდან. ფაქტიურად აღარაფერს წარმოადგენს. სამაგიერო ჩინმენდლები აქვს ოხრად, ძვირფასო მეგო, გადავსებული აქ მთელი მკერდის არეალი ჩინმენდლებით. ზოგადად სამხედრო ჩინებს ადამიანებს იმიტომ აძლევენ, რომ უფრო გააძლიეროს მისი თანამდებობა. ანუ მდინარაძეს იმიტომ მისცეს გენერალ-მაიორობა, რომ რქმეოდა სუსის უფროსი გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე. ჟღერადობითაც როგორ ჟღერს? აი ტანში რო გაქცრის ადამიანს ის ჟღერს და დილით ეს ჩინი მისცეს და საღამოს მოხსნეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, დილით არ იცოდა, რომ ბიძინა საღამოს ხსნიდა. თან ყველაზე დიდი უბედურება ისა, რომ სუსმა არ იცოდა, ძვირფასო მეგობრებო, რომ საღამოს ხსნიდა. სუსიდან გაშვება, რომ უხერხულად არ ჩანდეს, მდინარაძის წასვლა ძალიან ორიგინალურად შეფუთეს. ნუ კობახიძემ განაცხადა, რომ ის კი არ მიდის, არამედ გადადის უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე. მოდით ვნახოთ, რა თანამდებობაა ეს. მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. ეს არის ახალი სამინისტრო, მეგობრებო. მე საერთოდ ის მიკვირს ამ ქვეყანამ ანაკამდე როგორ მოაღწია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს გარეშე. კიდევ კარგად გაგვიძლია. 1-2 კარგი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი არ უნდა ყოლოდა აქამდე? აი როგორც 1-2 კარგი მარკ შრეიდერის ამბავში ზუსტად, აი კი უნდა ყოლოდა. მოკლედ სპეციალურად მამუკასთვის ქმნიან ახალ სამინისტროს სამართალდამცავი კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. რა სამინისტროა? თვითონ კი არა, ზოგადად არავინ არ იცის. იჯდება კანცელარიაში და კოორდინაციას გაუწევს, რას ოღონდ არ იცის, ანუ რისი კოორდინაცია რა უნდა ქნას, რა უნდა გააკეთოს. პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში გვეყოლება არაფრის მინისტრი. აი არაფრის მინისტრი. თან ისეთი თანამდებობაა, რომ უცხოელ კოლეგასაც ვერ შეხვდება, იმიტომ რომ მსგავსი სამინისტრო სხვა ქვეყანაში არ არსებობს. არავის არ ხვდება, საერთოდ ვერავისაც ვერ შეხვდება. ბიზნესმა ამ სულით მდინარაძის მოხსნით ფაქტიურად კობახიძეც გაუყენა გზას, ესე ამბობენ ხმები. უბრალოდ ჯერ კობახიძემ არ იცის რა დროს მოისვრის და მოხსნის. კაი იქნება თუ ძილში მოხსნის. კობახას როცა ძინავს, ხალხი სიტყვის ეს საწყალი ძილში მოხსნეს. კაი არო ვერაფერი ვერ გაიგო, ისე წავიდა პრემიერობიდან ეს საწყალი ესო. და ჩვენც მასე მოხსნა 100 წლის მერეო, აი ესე ხალხი მაინც ხო იცი ესე იტყვის. ახლა მთელი ქართული ოცნება დაკავებულია იმით, რომ გააправოს მამუკას სუსიდან გადაყვანა არარსებულ სამინისტროში. მოდით ვნახოთ, როგორი მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა ინო წილოსანმა. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა. ყოველ შემთხვევაში მამუკას ეგრე ვაჯერებთ. ესეთი გაგრძელება მოუხდებოდა წილოსანის განცხადებას, რომ გაეგრძელებინა. მართლაც რომ უდიდესი მასშტაბის თანამდებობა საქართველოსი რა გითხრათ, მაგრამ თავის 20 კვადრატულ კაბინეტს და ერთ მდივანს კი შეაზანზარებს. არა მარტო პოლიტიკოსები მამუკას ამხნევებენ ოცნების წარჩინებული მხარდაჭერებიც. ნახოთ თემურ თათარაშვილის პოსტი.
მამუკა ძალიან აყლდა ქართულ პოლიტიკას და მიხარია მისი დაბრუნება თემურ თათარაში. თემურ გახარიას რო აქებდი ის შემართება არ იგრძნობოდა ამ განცხადებაში. გახარიას დროინდელი ის ენერგეტიკა არ გამოასხივე. არ შეიძლებოდა მამუკაცის იმ ღირსებით მოგეხსენიებია, რითაც კაცები ვამაყობთ ახლა, ხო? ან გეთქვა რატო მიხარია? იმიტომ რომ კაცია და ჩინმენდლებიანია. გეთქვა რაღაც ეგეთი მოგეფიქრებინა სკაფს. ესე იგი კოცები ახლა ამას ასე აპრავებენ, რომ საჯარო პოლიტიკას დააკლდა მამუკა და მაგიტო დავაბრუნდეთ პოლიტიკაში. მართლაც როგორ გვენატრებოდა მამუკა. მართლა მე ძალიან მენატრებოდა. მისი პოლიტიკური განცხადებები მენატრებოდა. მისი ძლიერი პოლიტიკური ხედვები. ბოლო-ბოლო ხალხსაც დაგვიბრუნდება მისი ტიტველ ფეხზე ჩაცმული წვეტასების ნახვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ. ესეც ხო ძალიან კარგია, რამდენი ხანი არ გვინახავს ეს ფეხზე ამოწმული, ტიტველ ფეხზე ამოწმული მისი წვეტასი. მამუკა მდინარეზე პროპაგანდისტული არხის ეთერში გამოჩნდა, სადაც ძირითადად იმაზე საუბრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე გადაიყვანეს და დააწინაურეს. ასევე შეეხო ერთ ძალიან საინტერესო თემას, ევროპაზე და ევროკავშირის რეკომენდაციებს ეხებოდა ეს თემა. მოდით ნახოთ ამონარიდი მისი განცხადებიდან. არავინ არ ათხოვებს კაცებს და არავინ არ ერევა არავის ურთიერთობებში არსად. ანუ ევროკავშირიდან არავინ არ ერევაო. 12 წელია მაგით იგებთ არჩევნებს და ბოლო არჩევნებში რომ მიხვდით რომ კაცების გათხოვებაც აღარ ჭირდა ბიძინა ივანიშვილმა ევროპაში კაცები რძეს იწველებიანო ეგეც დაამატა ზემოდან და ახლა აღარ ათხოვებენ კაცებს იქით არავინ არავის არ ათხოვებსო კაცებსო ამას მართლა რანამუსით ამბობს მდინარაძე არ ვიცი არა და წინა საარჩევნოდ კასპის მერი ამბობდა ჩემი ორი ყურით მოვისმინე რომ კასპში ავკრძალეთო გეი ქორწილებიო და თურმე ტყუილი ყოფილა. აგერ კაცი ამბობს არავინ არ აპირებს კაცების გათხოვებასო. აი ნერვები მეშლება რა. აი ნერვები მეშლება. რა ტყუილად დამაჭრევინეს ჩემი საქორწილო კაბა. რა ტყუილად დამაჭრევინეს. არა და რა კარგი კაბა იყო, იცი? აი წელში გამოყვანილი მკერდზე ესე თეთრი ლამაზი ვარდებით, ესეთი კარგი. როდემდე უნდა ითამაშოთ ამ პოლიტიკოსებმა გასათხოვარი კაცების გრძნობებზე. მეკითხებით როდემდე უნდა ითამაშოთ. უბრალოდ ახლა გადაღება მაქვს, თორე მოვიკუნტებოდი, ჩავდებდი ბალიში თავს და მიკვითინებდი ჩემთვის. არავის დანახვა არ მინდა, არავის დანახვა არ მინდა. ეს კამკელა სიცრუეს მოახვევდნენ თავს. მოშორდით აქედან უყველა. გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემაზე. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა, მოდით ნახოთ მისი ერთ-ერთი განცხადება ამ შეხვედრიდან. ვგმობ ძალადობას, ჩემი აზრით ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო, ალბათ დარბევებს გულისხმობ. აი რომ იძახდით, ვინ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილს, აჰა, გამოჩნდა თუ არა რეალური ძალა და ლიდერი. ვინ და ცოტნე ივანიშვილი ჩაანაცვლებს ბიძინას. დიახ, ცოტნე ივანიშვილი. ახლა არ მითხართ, ესეც არ მოგწონსო. ესე იგი, თუ ესეც არ მოგწონთ ხალხო, არ გდობიათ თქვენ რეალური ცვლილებები ამ ქვეყანაში და ყავდეთ ისევ ეს ბიძინა, კაცო. არ უნდა ამ ხალხს და ყავდეთ ისევ. რომ აკვირდები ბიძინა ნელ-ნელა უკვე გვაპარებს ამ ქვეყნის მომავალ მმართველს, უკვე ივანიშვილების დინასტია ჩაგვიდგება სათავეში, თუ უკვე არ გადააბარა ყველაფერი და მე მგონია რომ უკვე რაღაცა ნელ-ნელა გადააბარა, იმიტომ რომ არ გამოვრიცხავ მდინარაძე ცოტნეს მოხსნილი იყოს უკვე, იმიტომ რომ სერიოზული კაცის მოხსნის არ გავს. უფრო რაღაცა ბავშვის მოხსნილს გავს, აი ბავშვურად რომ რაღაცა არ მოეწონება და აი სათამაშო რომ მოგბეზდება და უცებ რომ გადააგდებ. რაღაცა ესეთი მოხსნილს წააგავს ეს მდინარაძის მოხსნა. მე მინდა აქვე შემოგთავაზოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც მოლდოვის მედიამ გაავრცელა. მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლახატნიუკს მილიარდი დოლარის მოპარვისთვის 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს ინფორმაცია მოლდოվել ხალხზეა გათვლილი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლახატნიუკი მოლდოვის ყოფილი ბიძინა ივანიშვილია, მაშინ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. გახსოვთ ალბათ რამდენიმე თვის წინ ქართულმა ოცნებამ სასამართლოს მიმართა რამდენიმე პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.
ხო და შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ გვაცნობა, რომ ასაკრძალ სიას კიდევ ერთი პარტია დაემატა, ფედერალისტები, ანუ ბოკერია ჩერგოლეიშვილის პარტიასაც კრძალავენ. ახლა მთავარია პაპუაშვილმა იმაზე ილოცოს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს არსად გადაეყაროს. ხოლო თუ გადაეყარა, მე უკვე ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ იქნებ რამენაირად პაპუაშვილი ცოცხალი შევინარჩუნოთ. მონოლოგის ბოლოს მინდა შევეხო ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებს. განცხადებას, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ციხიდან კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ოპოზიციის წინააღმდეგ და რამდენიმე რჩევა მისცა. როგორ უნდა მოიქცნენ, თუნდაც რეგიონებში ჩასვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამაზე ოპოზიციურ პარტიათა ალიანსი ძალიან გაბრაზდა და გამოაქვეყნეს საპასუხო წერილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მოკლედ, დიდი ამბები იყო, რასაც დავაკვირდი, ოპოზიციაც გაცილებით მეტ დროს ხარჯავს სააკაშვილზე, ვიდრე ქართული ოცნების გაგდებაზე. ამიტომ სააკაშვილი წყნარად იყოს, მაგან არ იცის ქართველი ხალხის ამბავი. რომ თუ არ მოგვეწონება იცოდეს რომ გადავირჩევთ. ამ სააკაშვილს არ მოგვეწონები გადაგირჩევთ. პრობლემა არ არის. და იცი რას ვერ ხვდები? ეს სააკაშვილიც რით ვერ მიხვდა რომ ბიძინას შესასვლელად ლიდერი ჩვენ არ გვჭირდება, არ გვინდა. ჩვენ პოლიტიკურად ისე განვითარდით რომ პოლიტიკურ სათავეში ბელადები და ლიდერები აღარ არის საჭირო ამ ქვეყანაში. ხალხს თუ ვინმეს არჩევა უნდა, ხო? შევა Facebook-ში, ნახავს პოლიტიკოსების პოსტებს და რომელიც მოეწონება იმას მისცემს ხმას. რა საჭიროა რეგიონებში ჩასვლა? რა, რეგიონში რა Facebook-ი არაა? შევა 80 წლის ბებო ნახავს რომელი პარტიის პოსტს რამდენი ლაიქი აქვს, ადგება და მისცემს იმის მიხედვით ხმას. რა გვიდეს ლიდერები და სოფელ წოწიალი. როცა ესე განვითარდა სოფლიო და ქვეყანა. ან თუ უნდათ ამ სოფლიდანაც კაცო ჩამოვიდნენ თბილისში, პირადად გააცნობენ პარტიის ხედვებს და გააგებინებენ რა ხდება პარტიაში. ასე რომ ესე ნელ-ნელა ხალხი უნდა გადავაჩვიოთ ამ ლიდერომანიას და მივაჩვიოთ ცივილიზებულ პარტიულ ხედვებს. ანუ ამომრჩეველი უნდა ჩვენ თვითონ უნდა გავზარდოთ ძვირფასო მეგობრებო. უნდა გავზარდოთ. თან ისე უნდა გავზარდოთ, აი მარნეულში რო ჩახვალთ, იქ ხალხი პარტიების საარჩევნო პროგრამაზე უნდა კამათობდნენ. არ უნდა დავემსგავსოთ ჩვენ ჩამორჩენილ უნგრეთის და ამერიკის ლიდერებს, რომ გაიგიჟეს თავები, აი მაგ ხალხს არ უნდა დავემსგავსოთ. მე მესმის რომ არჩევნებზე ოცნება მხეცივით იქცევა, მაგრამ ჩვენ ხო მართლა არ უნდა დავემსგავსოთ ამათ, ხო? ასევე მესმის რომ არჩევნებზე ოცნება ხალხს ავტობუსებით მიერეკება, მაგრამ როცა სახეზე ააფარებ კარგ საარჩევნო პროგრამას, გამორიცხულია ის ხალხი შენსკენ არ შემოატრიალო. ეს სააკაშვილი ციხეში რო არის ეს ვაჟბატონი, ამას გონია რომ გარეთ ისევი სიტუაციაა. ხო, გონია რაც დატოვა იგივე ხდება ახლა გარეთ. ამიტომ სააკაშვილო იცოდე რომ ახლა სხვა დროა. და როცა პოლიტიკა არ გესმის, უნდა გაეშვა. არ შეგვჭამეს ამ ლიდერებმა და ბელადებმა, ვეღარ გაიგეს რომ აღარ გვინდა ეს ბელადომანია, კაცო, ამ ქვეყანაში. არ შეიძლება რომ გზა დაუთმო ამ შენი პარტიიდან გასულ ახალ სახეებს, დაუთმე რა გზა, კაცო, რა სეღობები წარამანაცი. ამოვიდა ყელში, კაცო, ეს გაურკვეველი სიტუაცია. დაუთმე რა ვინც შენი პარტიიდან გავიდა ახალი სახე ხო არის და დაუთმე და იმან წარმართოს პროცესები. აი ეს მინდოდა ძვირფასო მეგობრებო, ანერვიულებული ვარ და ცოტა ავღელდი. ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია მალე ჩემს შოუს მუსიკალად გაფორმოს ბენდი თამულა ლეგოიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.